გამარჯობა ბრუს. ძალიან მიხარია რომ ამ ახალ ფორმატში შენ ხარ ჩვენი პირველი სტუმარი. პირველ რიგში ბრუს მინდა გაეცნო ხალხს, რა შვები, რა საქმიანობ, რითი ხარ გატაცებული. მე ვარ ბრუსლი, art დირექტორი და ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობ. ვარ ასევე გეიმერი და ზოგადად საერთოდ გეიმერობით დავიწყე და მერე გადავედი ამ სფეროში, იმიტომ რომ ისე მომწონდა თვითონ ის თამაშებში ეს პერსონაჟები დაარბოდნენ და რაღაცა, გადაწყვეტე მე თვითონ გამეკეთებინა და გავყევი მაგ მიმართულებას. შენთვის, როგორც ხელოვანისთვის, რამდენად დიდი როლი აქვს ტექნოლოგიას? მე ზოგადად მთლიანად ციფრული არტისტი ვარ, ასე ვთქვათ, ანუ ფანქრით ხატვა არ ვიცი, არც ზეთებში ხატვა არ ვიცი, მხოლოდ ტექნოლოგიებს ვიყენებ. უმეტესად რაში მუშაობ ხოლმე? ანუ სტაციონარი გაქვს, ლეპტოპი? ორივე მაქვს და მაგალითად სტაციონარზე ძირითადად მუშაობ ხოლმე Blender-ში და After Effects-ში, იმიტომ რომ უფრო ძლიერი ვიდეო კარტა მაქვს და იქ ვამონტაჟებ ხოლმე რაღაცებს და ლეპტოპში ვაკეთებ დიზაინებს, რა, Adobe-ის პროგრამებში უფრო. ქონია სურვილი, რომ მიბმული არ ყოფილიყავი ერთ ადგილას და ისე გემუშავა Blender-ში. თუ მაინც გინდა რომ შევეცდები. კი, და ეგ სხვათა შორის მაგარი დისკომფორტი, იმიტომ რომ ორი კომპიუტერი მაქვს მაგის გამო. მაგ მხრივ დღევანდელი ჩვენი სტუმარი Asus ProArt 16 ახალი გამოშვებული. იმიტომ რომ აქამდე ვიცი რომ ხელოვანებს როსდომოდათ ლეპტოპი ქონოდათ, მოუწევდათ რომ რაღაცა დიდი 3 კილოგრამიანი ბლოკი ეყიდათ, ცალკე 1 კილოგრამნახევრიანი კვების ბლოკი და თან პრინციპში დიდი კომპიუტერი დაქონდათ. ისე ბარემ წაგვეღო მთლიანი დესკტოპ მოწყობილობა, მაგრამ ხო, ეხლა ისე არის რომ თავაზობს ისე ძლიერი ლეპტოპებს, რომლებიც ლამაზები არიან, კარგი აწყობის ხარისხი აქვთ, არის პორტატული, სუბუქი და ეს Asus-ი გვთავაზობს მაგალითად RTX-ის ახალ მოდელს, პარალელურად მუშაობასთან ერთად შეგიძლია გეიმინგითაც დაკავდე. მონაცემები ძალიან მაღალი აქვს, 2 ტერაბაიტამდე შეგიძლია შიდა მეხსიერება გქონდეს, ოპერატიული მეხსიერება LPDDR X-ი არის და აქ 7500 ძალიან ტექნიკურ მონაცემებში გადავიდეთ, უბრალოდ მართლა ახალი რაღაცა არა. ადის და ადის ეს რიცხვები მაღლა და მაღლა. თუ იყენებ AI-ის ხელოვნებაში. ხო, AI-ს ვიყენებ კი და ეხლა ფაქტიურად თლიანად AI-ზე ვარ გადასული. ამ ლეპტოპს Copilot Plus-ი აქვს შაშენებული, რაშიც იგულისხმება რომ ამ პროცესორს აქვს თავისი ნეირონული პროცესორი, რომელიც ცალკე თავის თავზე იღებს ამ თლიან სამუშაოებს და არც ელემენტი გაგიხარჯება და სპეციფიური პატარა ტიპი ყავს ლეპტოპში, რომელიც თავის თავზე იღებს ამ AI საქმიანობას და არ იქნება ყოველთვის საჭირო, რომ cloud-ზე იყო დამოკიდებული. ახსენე, რომ trackpad-ს უფრო იყენებ ხოლმე, რაც ამ Asus-ის ლეპტოპს. ხდება ძალიან დიდი trackpad-ი, რომელსაც თავისი კუთხეში აქვს თავისი gesture-ების ხო, shortcut-ები იქნება თუ scroller აქვს mouse რაღაც ეგეთი. კი, ეგაა და შეგიძლია კიდე ეს პატარა გამოწევებით უცებ სხვა ბრაში აირჩიო, ან სხვა პანელზე გადახვიდე, თლიანი კონფიგურაცია შენზე არის მაგისი რა. კლიკი არის მექანიკური არ არის trackpad და ძალიან კაია რა. haptic feedback-ი აქვს რა, ძალიან ტექნიკური აქვს, პატარა ისინი აქვს engine-ები, რომლებიც მე თავის იმას პასუხობენ რა. მოდი ახლა ვთქვათ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტისთვის, ეს არის მისი ეკრანი. ძალიან კაი გამოსახულება აქვს ამ ლეპტოპს, Adobe RGB თითქმის 100% აქვს, DCI-ს 100% აქვს. შენ ვიდეოებზეც მუშაობ? კი. After Effects-ში. 4K ეკრანი აქვს და თუ 4K footage გექნება, შეიძლება რომ ეგრევე 4K-შივე ნახო. თვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს პორტატული და კომპაქტური. აწყობის ხარისხი ქონდეს კაი. რო ეხები რაღაცა სასწაულია. თითის ანაბეჭდებს მარტივად არ იკრავს, არც უკანა მხარე, არც წინიდან. ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ მეგობრებო ამ ლეპტოპზე. თავგადასავლებში არ გიღალატებთ ეს ლეპტოპი. ხელოვან ხალხს მით უმეტეს, იმიტომ რომ აქვს ძალიან კარგი გამოსახულება, არის კარგი კლავიატურა, არ დაიღლებით, დიდი trackpad-ი, რომელზეც ძალიან მარტივად იმუშავებთ და ძალიან კომფორტული რაღაცნაირი ზედაპირი აქვს. კარგი პროცესორი, კარგი ვიდეო კარტა. მადლობა ბრუს, რომ გამოვყევი ამ თავგადასავალში, რომ განგვეხილა ეს ახალი პროდუქტი და ზოგადად მიმოგვეხილა კრეატიული სამყარო როგორი არის დღესდღეობით. იმედია მაყოფილი ხარ და რაღაცა ახალი ინფორმაციით დახონძული დახვალაკეთ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო მართლა და ძალიან მიხარია, რომ ესეთ ეპოქაში ვცხოვრობ, სადაც ეს რაღაცები ხდება და ვითარდება მუდმივად. აბა, დროებით დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო. კარგად.